გოგა ხაინდრავა არის ჩვენი გაცემის სტუმარი, დიდხანს ფიქრი არ დამჭირდა. გოგა საერთოდ მე მუშაობს ჩვენთან ერთად მეგობრულად. დღესაც ძალიან საინტერესოა, დღეს განსაკუთრებით იმიტომ რომ მიბრძანდა გოგა შესანიშნავი წამოწყება საპარლამენტო დროებით საგამოძიებო კომისია, ბევრი რამის გამო დღის წესრიგი იქნება, მიხვალ ნაცისტვის ცუდია, არ მიხვალ ნაცო ცუდია, ცუდ ცვანგი არის ნაცების ცუდ ცვანგი. და ბოლოს მთელი მსოფლიო დაინახავს თუ რატო უნდა აიგზავნოს და ძალიან მალე აიგზავნება ნაცპარტიები და ეს არის კარგი. ომის თემა არის შარულებიდან რა მოხდნენ, ტუფლებიდან რა მოხდნენ, ხო ის ქართველებს გვაქვს. ეს არის რაღაც აი პირზე დუჟი ზდით და როგორც ჩანს და ეს გამოჩნდება აუცილებლად ძალიან დიდი ღალატი არის აი ამ ამბავში 2008 წელს მოხდა, ოღონდ მანამდე მზადდება მიმდინარეობდა უდიდესი ღალატი, შეცდომაც რომელიც დანაშაულზე უარესია, იდიოტობა, არაკომპეტენტურობა და ასე შემდეგ. მოდი დავიწყოთ აი ეს ეპიზოდი, რომელიც ექსკლუზიურად მოყევი შენ კი ნახა ბევრმა და გააშუქეს კიდეც, მაგრამ მინდა რომ ჩემთან განცემაში აი ცნობილი მოსკოვში ვიზიტის ეპიზოდი რომ მოყვე კიდევ ერთხელ. ვიზიტების კი ბატონო. მაგრამ დავიწყებ რითი იცი? კი ბატონო. თელმა სოფლიომ იცოდა სიმართლე. ქართული საზოგადოების გარდა. კი ბატონო. აქ იყო ტრენდი, რომ ომზე ლაპარაკი არის, ასე ვთქვათ, შექმნეს აი ამ ხალატი. ხო, რომ ყველაფერი იცოდა რუსეთმა და ამის ვისაც უნდა ამის გაგება, ეს არის ძალიან მარტივი, იმიტომ რომ ყველა გასროლა სუნთქვაც რო ყოფილიყო არასწორი. ევროკავშირის დამკვირვებლების მისია იყო ცხინვალში, ეუთოს მისია იყო ცხინვალში. ყველაფერი ფიქსირდებოდა და ეგზავნებოდა SKK-ს სამივე წევრს, ესე იგი რუსეთს, საქართველოს და ეუთოს და ევროკავშირს. კი ბატონო. ამიტომ ეს ყველაფერი, რაზეც ახლა მიდის ლაპარაკი, იცოდა მთელმა მსოფლიომ და ამის დადასტურება არის 16-33 რეზოლუცია, რომელიც არის მიღებული ევროკავშირის საპარლამენტო ასამბლეის მიერ, რომელსაც სადაც ეს პირდაპირ წერია და რომ ითქვა, რომ ის რაც მოხდა, ქართული მხარის ბრალი იყო და ეს ქართულმა მხარემ გააკეთა. რაზეც დიდი ნაწილი იმის, რაც იმ რეზოლუციაში წერია, არის ტყვილი. ქართულ მხარეს კასეტური ბომბები არ გამოუყენებია. ხო, მაგრამ ამათ მოაწერეს ხელი. ამათ მოაწერეს ხელი და გარდა ამისა ის კაპანაძე რო არის ერთის ნაძირალა და ის კიდე ბათუ ქოთელია. იმათმა პირდაპირ დაუდასტურეს ეს რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც ამ საკითხზე გამოძიებას ატარებდა საერთაშორისოს. ამიტომ ლაპარაკი იმასთან დაკავშირებით, რომ აქ რაღაცას ისეც ლაპარაკობენ, რასაც რუსებმა ყველაფერი იცოდნენ. რუსებს ისეთი წარმომადგენლობა და ისეთი დაზვერვა ყავდათ თავისი აი ამ ქართველი აგენტების, რომ ყველაფერი იცოდნენ იმთავითვე. ეს ყველაფერი, რაზეც ახლა არის ლაპარაკი აქ ამ კომისიაზე და იმაზე მე ბევრად მეტი, იმიტომ რომ ეს ვაჭრებად ქცეული ახლა ბიზნესმენები რო არიან და გენერლის ფორმებით რო გამოცხადდნენ იქ ორიეს გოგავა და ყურაშვილი და ორივე რო ვაჭარია დღეს რა, ვაჭარი ცუდი გაგებით არ ვამბო. ბიზნესმენი, ხო? და იქ მაინც ფორმით მოვიდნენ. ხო? მაგათმაც მშვენივრად იცოდნენ, იმიტომ რომ ღებულობდნენ ამას იქიდან. და SKK, რომლის თანათავმჯდომარე მე ვიყავი და შემდეგ სხვები, ყველაფერს ამას ამ ანგარიშებს, სადაც ეწერა, რომ გაისროლეს ტყვია აქიდან, გაისროლა ზარბაზანმა იქიდან, ეს მოხდა იქა, ყოველ წუთებში, წამებში დადასტურებული, დამტკიცებული ყველას ვიზდიოდა. ერთადერთი, ვინც ეს არ იცოდა, იგი იყო ქართული საზოგადოება. იმიტომ ტრენდი, რომელიც შექმნეს, ამაზე ლაპარაკი არ შეიძლება და ამას აყვა ძალიან ბევრი სხვათა შორის მედია აქიდან, რომ ახლა ომზე ხო არ ვილაპარაკი. ამან ყველაფერმა განაპირობა ის რეზოლუცია, სადაც პირდაპირ დადანაშაულებული იყო ქართული მხარე. აი ამ ოქმებზე, ამ იმაზე დაყნობით იყო გაკეთებული ეს. ამიტომ დღეს რა ხდება? დღეს მიდის ნიურნბერგის პროცესი, რომელიც შესაძლებლობას აძლევს ქართულ საზოგადოებას თუ ვისმეს ვინმე სინდისი, ქვეყნის სიყვარული, ღირსება, პატრიოტიზმი აქ შერჩენილი, რომ გაიგოს სინამდვილეში რამ განაპირობა ის კატასტროფა სრული. რა ღალატმა, რომელიც
ჩვენ ვილაპარაკებთ კონკრეტულ ფაქტებით არის დადასტურებული ღალატმა, რომელმაც ჩაიდინა სააკაშვილმა, ოქროაშვილმა, მერაბიშვილმა, ადეიშვილმა, ბოკერიამ, კალანდაძემ, სალომე სამადაშვილმა და ასე შემდეგ და ასე. ხატია დეკანოიძემ ის პატრიოტად რო გამოყოფს თავი და დღეს ვახსენე და აღწერე რისი რა ასაკი მაშინ რამდენი წელი 23-25 წლის გოგო იყო და მერაბიშვილის მოადგილე იყო. წარმოიდგინე. აღარ ვლაპარაკობ ლაკა ხოშტარიამ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეს ქართულ საზოგადოებას მე ამას ველოდებოდი 2006 წლიდან, როცა მე იქიდან გამომისტუმრეს. როდის მოვა ეს დღე, როდესაც მე მექნება შესაძლებლობა, რომ ქართულ საზოგადოებას აი სახარებაზე ხელი დავდო და მოუყვე ეს რეალობა. იმიტომ რომ ჩაიარა ჰააგამ უკვე და შენ გინდოდეს იდეა გქონდა სასამართლოზე მისვლის მე არ მისვლის კი არა მეც იქ ვიჯდები მეთქი შენ ეუნებოდი ძალიან ხშირად არა ჩემთანაც აქ უამრავჯერ ნათქვამი რომ მოდი რა გაგვასამართლეთ ხო გაინტერესებს მეც იქ ვიქნები მეც დავჯდები იქა ხო ეს გქონდა იმიტომ რომ მთავრობის წევრი ვიყავი კი გქონდა შენ ბევრჯერ გითქვამს ჩემთან ჰააგამ ჩაიარა და ერთ სალსახად გაამართლა ქართველი ჯარისკაცები და რუსეთს დაძდო ბრალი გენოციდში რომელიც რეალურად იყო იქ ჩატარებული სტრასბურგმა მიიღო გადაწყვეტილება თემა საერთაშორისო ასპარეზზე მორჩენილია ახლა უკვე ეხლა არის დგას საკითხი რომ ქართულმა საზოგადო ქართველმა ხალხმა აი გონება დაბნელებულმა ახალგაზრდობამ აი ოლეოლას რო გახვირის დილიდან საღამომდე იქნებ გაუნათდეს რაღაცა ისე რას წარმოადგენენ აი ამ შეხვედრის ბოლოს მოგიყვები იქიდან რო გამოვედი კი მოგიყვები ვინ არიან და რა არიან მაგის ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი რომელიც მიდის და ის 100,000 კაცი პირდაპირ ეთერში უყურებდა პარლამენტის ტელევიზიაში ამ დღევანდელ გუშინდელ და განსაკუთრებით დღევანდელ დღეს ეს იმას ნიშნავს რომ მთელი ქართული საზოგადოება ამას უსმენს და უყურებს და ყველა ის ადამიანი, ვისაც სინდისი, ნამუსი, ღირსება, სიყვარული, თავდადება, სამშობლო, წარსული და აწყვეტ აინტერესებს, ცალსახად მიხვდება, რომ ესე იყო ბოროტმოქმედების ამ ქვეყნის მოღალატეების კრებული, რომლისთვისაც საქართველო იყო ასპარეზი, რომლებიც ერთ მხარეს ემსახურებოდნენ deep states, რასაც დღეს ასე თქვა, მთელი მსოფლიომ გაიგო. მეორე მხარეს ემსახურებოდნენ პუტინს და რუსეთის ინტერესებს. ეხლა დავიწყოთ ის კონკრეტული ამბავი. ამის ყველაზე დიდი გამომხატველი იყო თემურ ალასანია. აი, ბიძა, რა კაი კაცია. მიხეილ სააკაშვილის, რომელიც იყო FSB-ს ოფიცერი, წლები კაპირდაპირ, ჯერ კგბ მუშაობდა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში. შეიარაღების კომიტეტში გაეროს შეიარაღების კომიტეტში ხო გესმის ეს კიდე დამატებითაა შერევის კონტროლის ამ დროს უშიშროების საბჭოს ცნობებს ესწრებოდა რომელსაც მეც ვესწრებოდი კი აქ ჩემი თვა აი გიჯდა სტატუსი ვინ იყო არავინ ბიძა სტატუსია ხო ესე იგი 19 თებერვალს დამტკიცდა მთავრობა იქ არჩევნები ჩატარდა სააკაშვილი არჩიეს იქ. პირველი ვიზიტი სააკაშვილის იყო მოსკოვში. მე ვახდით თან, იმიტომ რომ დელეგაციასთან ერთად წავიდა. შეხვდა პუტინს და თქვენ ყველას კარგად გვახსოვს თუ არა და ეს კადრები ამოვიღოთ, სადაც თვალებში ჩავხედეო და მივხვდი რომ ეს არის ძალიან კეთილი კაცი, რომელსაც საქართველო უყვარს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. იქიდან დავბრუნდით, დაიწყო აჭარის მოვლენები. კი, ძალიან მალე. ნუ რაღაც რამ. აჭარი, ხო, მანამდე ვარდების რევოლუციის დროს და ეს თქვი კიდევ. იგორ ივანოვიჩი ამოვიდა. კი, ვიცით. გადატრიალება იყო. ვარცოვი პირევარო თქვია მაგას, ხო? ჩამოვიდა, შევარდნაძე არსად წასვლას არაპირებდა, ჩამოვიდა, შეხვდა შევარდნაძე 3 საათი ილაპარაკეს ოთახში, გამოვიდა იქიდან შევარდნაძე და განაცხადა რომ მივდივარო. კი ბატონო. მერე დაჯდნენ მაგიდასთან, მარჯვენა მხარეს იჯდა სააკაშვილი, ბურჯანაძე და ჟვანია, მარცხენა მხარეს იჯდა ედუარდ შევარდნაძე და მაგიდის თავში იჯდა ივანოვი. და იქ, ასე ვთქვათ, მიიღეს გადაწყვეტილება ერთობლივად. როგორც ხო. შემდეგ ესე იგი დაიწყო აჭარის მოვლენები, ურთულესი მდგომარეობა იყო იქა, იქ გახსოვს შეიარაღებული ფორმირებები გამოიყვანა, ხიდის აფეთქებას ვერ ყოფდა ვერავინ.
თენგიზ ასანიძე და მე შევედით მოვლითი გზით უნივერსიტეტში იქ სხვა იქ ჩემი ამიტომ რატო თქვიცი ეს რომ ჩემი თვალთით უყურებდი ქუჩაში გამოყვანილი იმ პირბადეებით შეერაღებული ხალხი ჩამოფრინდა უცებ ესენი ის ვერ ყოფენ ვერ გადმოდიან იქ ჩოლოგზე საზღვარი აქ შეერებული ხალხი დგას რუსების დივიზიაც იდგა კაცო კი მაგრამ რუსები არ გამოუყვანია ასლანს ნუ არ გამოუყვანია იქ ვერ გადმოდიან იმიტომ რომ იქ სამხედროები დგანან იქ არის მთავრობა ფოჩია მთავრობის რომებს იქ ვატა სააკაშვილი ჟვანი ყველა იქ არის უცებ ჩამოდის ბათუმში ივანოვი ისევ ის ივანოვი რომელიც და მიყავს ასლანი ისვავს თვითმფრინავში ასლანს და მიდის და აჭარა განთავისუფლებულია შემოდიან მერე მთელი ამბებით იმით მე იქ მივარ ამას ყველაფერს ვესწრები ხო შემდეგ გავდის ერთი თვე თუ თვე ნახევარი და ზუსტად თარიღი არ მახსოვს ვგებულობ რომ პუტინმა დაპატიჟა სააკაშვილი SNG-ს პრეზიდენტების დოღზე ხო იქ ხო მოსკოვში ტარდება დოღი და ყველა SNG-ს პრეზიდენტი ისევ მეორე ესწრება იქ ხას უსვრო ესწრება თავის ცხენებით და რამდენი პრეზიდენტიც იყო SNG-სი სააკაშვილის ჩათვლით ყველამ თავისი ცხენი წარადგინა იქა და გაიმართა დოღი ამან ადეიშვილი წარადგინა ხო ხო ჯაგლაგო არა ჯარა ადეიშვილი ჯაგლაგი არ იყო ადეიშვილი მერაბიშვილი იყო ჯაგლაგი კაცი იყო მერაბიშვილი იყო ჯაგლაგი შემეშალა კი ბატონო აბა შეხედე ადეიშვილი კი მერაბიშვილი ევროკავშირში ზის როგორც ეკრაიკო და ადამიანის უფლებების კაცჭამია ხო ესე იგი ჩავედით იქა ჩავიდა დელეგაცია წამოისევ დელეგაციასთან ერთად ჩავედით ესე იგი მიშა თავისუფლთან ერთად ბეჟუაშვილი მე ბარამიძე იყო კიდე ვიღაცეები ბარამიძე და ისინი არ შემოუშვეს დოღზე შევედით მარტო სააკაშვილი თავისუფლი ბეჟუაშვილი და მე იმიტომ რომ რუსული იქ როგორც ესმოდა თუ უშიშროების საბჭოს დივანი და სახელმწიფო მინისტრი რანგით მაღლები არიან მინისტრები არ შემოუშვეს აქ იყო დიდი მაგიდა სადაც ეს პრეზიდენტები 12 მე მგონი და პუტინი იჯდნენ აქით იყო სხვადასხვა მაგიდები სადაც იჯდნენ პრემიერ-მინისტრები უშიშროების საბჭოს დივნები და ამალა რა ამალა ხო და მე და ბეჟუაშვილიც აქ ეს რო დამთავრდა ეს დოღი პუტინმა პრეზიდენტები იხმო ვახშამზე და იქ ელექტროკარები იდგა ხო იცი გოლფის მოედნებზე რომ რამდენი ერთი 10 ხა და ყველა შესთავაზა რომ აქ დაბძანდითო იმიტომ რომ იქ ახლოს იყო რა ეხლა ფეხით რო არ წასულიყენ ზოგი მოხუცი იყო ეხლა ნაზარბაევი ალიევი იქ იყვნენ და თვითონ დაისვა სააკაშვილი გვერდზე თვითონ დაჯდა საჭესთან დაისვა გვერდზე სააკაშვილი და წავიდნენ იქ სავახშმოდ ჩვენ აქით გაგვიშალეს სუფრა და აქით ავართ სავახშმოდ გადის 1 საათი დაახლოებით ნუ საათი და 20 წუთი არ ვიცი რეკავს ის იქიდან რომ გამოვდივარ სადახართო და რატო იმიტომ ჩვენი მანქანები არ შემოუშვეს ის იპოდრომი პატარა ქალაქის ცენტრია ამიტომ ბეგავაია არის ესეთი ამიტომ ჩვენი მანქანები იყო გარეთ და მარტო პრეზიდენტების მანქანები შემოუშვეს და ის კაი დიდი მანძილია ფეხით სასიარულო ამიტომ მე გამოგივლითო და დამხვდით ჩამიჩიტე და ნუ ბედა ბეჟუაშვილი გავედით ჩამოიარა მიშამ გააყარი ჩავჯექით მანქანაში სამნივ შედვარ რულოვსი სანდრა წინძის ჩვენ უგამძივართ ეკითხება ბეჟუაშვილი აბა რა იყო რომ ახლა ლაპარაკობო კაცო აი თვილობა რამე რომ ეკითხეთ რა გითხრა რა მითხრაო და აი ხო ნახეო აჭარის თემა როგორ მოგიგვარეთო ლამაზად დგრულად თბილათო რამეო თუ აი ისე გავდაგზობთ ურთიერთობას როგორც აქამდე იყო ჩვენ შორისო აჭარის თემაც მოგვარდება ოსეთის ცხინვალის სამხრეთ ოსეთის თემაც მოგვარდებაო თქვენთვის სასიკეთოთო აგდება იქ ოღონდ ერთ რამეს გთხოვ ეხა მეც გარშემო ისტებლიშ ხალხი მყავს ხო ხალხი ეხა ეგრე მიყოლებით ამას ვერ გავაკეთებო ამიტომ ცოტა ხანი ერთი წელიო მაცალეო და ამასო ნელ-ნელა დავალაგებო და ყველაფერი მოგვარდება კარგად ლამაზათო ხო და ვა მე და გელა და ჩამოვარდა პაუზ და გელა და შენ რა და რის ერთი წელიო რა ერთი წელი ამაზე რა დავალაგებო სადა მაგასად ველოდო დავბრუნდით უკან დაიწყო ჰუმანიტარული შტურმი მახსოვს ხო კონტრაბანდის წინააღმდეგ არა
ჰუმანიტარული შტურმი პრეზიდენტ სააკაშვილის საჩუქრები იმას არავისთან შეთანხმებული არ არის ამ დროს იქ SKK მუშაობს იქ საერთაშორისო ეუთო რამე პროსტ გამოაცხადეს ხატია დეკანოიძე დანიშნეს მინისტრის მოადგილედ უშიშროების ვანო მერაბიშვილმა და მაგის კაბინეტში შევდივარ იქ თუ ხედავ რაღაცა კიდეა დიდი აი კედელზე იქ წერია ის და ჰუმანიტარული მე არაზე არა ვარ რომ 10 ცხინვალში თუ მე ვარ სახელმწიფო მინისტრი კონფლიქტების მოგვარების საკითხი მე აზე არა ვარ და ხატია დეკანოიძე თურმე შტურმს აპირებს შტურმის განხორციელებას აპირებს ჰუმანიტარულის რა ეს იყო 1 2 3 და ნუ მე ამას უამრავი ამბავი მოყვა რამაც პრაქტიკულად ომის ზვარამდე მიიყვანა და ამ შემთხვევაში ისე ვიმეორებ. ეხლა წარმოიდგინე როგორი რამეა დღეს იქ მე უყურე ჩემ გამოსვლას და იქ პატარა შეცდომა მომივიდა მინდა ჩვენ აზერბაიჯანელ ძმებს ბოდიში მოუხადო როცა ვთქვი რომ რუსეთის საფრთხე ცხინვალის რეგიონიდან კი არ მოდიოდა აფხაზეთიდან სადაც რუსული ჯარი იდგა მოდიოდა ჩრდილო კავკასიიდან და მოდიოდა სასონხედიდან სადაც გიუმრის ბაზა იყო მე აზერბაიჯანი ვთქვი და კიდე ერთხელ ბოდიში მინდა მოუხადო 4 მხრიდან ქონდა საფრთხე. როგორც გოგავამ და მე ისედაც ვიცოდი, ბრძანა ის რომ მივიდა იქ ჯარში რომ გადაიყვანეს. იმის თავი რომ და იქ რომ არბებდნენ, რა ქვია, იმ სპეცდანიშნულების რაზმები რომ არბებდნენ. გოგავს სპეცდანიშნულების რაზმები დემონსტრანტებს იქიდან რომ ჯარში გადმოისრულეს და მოყვა მერე რა დახვდა იქა დაშლილი ჯარი. რეალურად ერთადერთი საჯარისო ფორმირებები წყობრი ძალიან ეს და იქ თქვი კიდევაც ამის შესახებ ერაყის და ავღანეთის ნაბრძოლები. იცი რამდენმა გამოიარა 30000-მა კაცმა. ხო. არ არის სახმაროსად. თავდადებული ვაშკაცი და მე ამერიკელი გენერლებისგან მაქვს მოსმენილი რომ უკეთესი სამხედროები სოფლიოში არ არსებობს და დაიწყეს თურქეთიდან მე გერმანიის იმაში გადავიდნენ გერმანულ იმაში ამ ერაყებში და იმებში და მე ამერიკელები არ გადიოდნენ არც ერთ ოპერაციაზე ქართველები თუ არ ეჯდნენ მანქანა სამხედროებს გულისხმობ. ამიტომ ძალიან მაღალი კატეგორიის ისევე როგორც ქართული სამშვიდობო კონტინგენტი რომელიც იქ იდგა. შენ წარმოიდგინე რომ იმ პირობებში ბოლო წუთამდე ლიახვეწეობაში ხო? არა, ცხინვალში ქართული დროშები, ქართულ ფორმაში ქართული მანქანებით აი ამ რეგიონში დაუფარავად დადიოდნენ. ყოველი მითი წუთი გატარებული იქ სიცოცხლის საფრთხეს ატარებდა. და ეს ბიჭები აი ამადგან მიტოვებულები, ამადგან განწირულები, გენერლებისგან და აი ამ სარდლებისგან. როცა ეკითხები გენერალს რომ აი რატომ არ გამოიყვანეთ ვერ შევძელი, რატო? ნუ აი ვერ შევძელი. ეგ ცალკე ეს რას ნიშნავს? ეგ ცალკე თემა. მარტო ამაზე იყო, გეშტაბის უფროსზე იყო, მარტო დამოკიდებული მოსახლეობის ევაკუაცია. პრეზიდენტი რისთვის არის? პირველ რიგში პრეზიდენტმა რა უნდა იკითხოს? შენი ხალხი არ უნდა მოიკითხო? აგერ მე გეტყვი რა, გამოქვეყნებული არის საქართველოს უპირველეს ყოვლისა საიტი აქვს, იცი. იქ არის გამოქვეყნებული ლომაიას ინტერვიუ. რომელიც იყო უშიშროების საბჭოს დივარი და რატომღაც მაგან ეგ არავინ არ ახსენა და მანამდე ეს ლომაია იყო ერთი შემომქმედი ერთ-ერთი იმ გადატრიალების სოროსის ფონდის ხელმძღვანელი. ამერიკაში ცხოვრობს ტკბილად ლამაზად სახლი, კარი, ოჯახი, ამერიკის მოქალაქეობა დაუფასეს რაც გააკეთა. საქართველოში ისე როგორც იაკობაშვილი მინისტრი და მე ამერიკაში ელჩი წარმოიდგინე. ხო, ნუ შეიცვალა ვითარება. ხო და ეს არის ის ლომაია, რომელიც იძახდა რომ არ გვინდა იმათი გამოყვანა იქიდანო. ხო, იმიტომ რომ გვამების გამოტანაც არ გვინდა, იმიტომ საერთაშორისო თანამეგობრობა ეს ახსნეს, ჩვენო მაშინო რომ ხალხის მასობრივი ევაკუაცია დაგვეწყო, მე ეს ნიშნავდა რომ ჩვენ ომის დაწყებას ვაპირებთ. ამ დროს გაქანებული ევაკუაცია დაწყებულია, არა, იმათმა ჩაატარეს ევაკუაცია, წელი გაიყვანეს და ამის კითხვის ნიშნები აღარ არის აბსოლუტურად. ომი რო იწყე 31 ჯერ მთელი ეს პერიოდი 2006 წლის დან მოყოლებული მთელი პერიოდი თავისი მთლიაყანებზე რო ავარდა ეს ქაჯი ეს ოქროაშვილი კაზაკები არიანო აქო და ჩვენ კაზაკების სასაყვანად რო რა დახვდა კაზაკების მაგივრად ყველას კარგად ახსოვს ხო ეს სამარცხვინო კაცი ესა თავისი ძმაკაცის მწამებელი მიშა ქარელის მეგობარი წამებელი აწამეს ქარელი ჯერ როგორ გამოიყედა ბრმა
ხო და მე როგორ მიაგდო რა. წარმოიდგინე იქ რო ავარდნენ კაზაკების იმება. იქიდან მოყოლებული და ეს აბსოლუტურად ნათელი იყო და რაც თავარია. ყველაზე მთავარი რაც არის სამარცხინო ლაქა ამ გენერლების მით უმეტეს ვინც აქ თან აქ მოვიდნენ, თან იქ არიან, თან აქ არიან. ივლისის თვეში ტარდებოდა და ეს ყოველ წელიწადს ტარდებოდა წვრთნები კავკას დვეტიშიჩი ეხა აღარ ტარდება 58 არმიამ და მაშინ ჩვენ მოვიპოვეთ აღარ დაბრუნდა ყაზარმებში ითხრა გაზეთებში იყო კრასნაია ზღვის და არის ესეთი კი აღარ დაბრუნდა სადაც პირდაპირ იყო სქემები რუკები და ამ წელს წვრთნა მიდიოდა იმით როგორ უნდა შემოსულიყო 58 არმია საქართველოში და წვნის დასრულების მერე დარჩა დისლოკაციის წვნის არა გვიქტო კროკის გვირაბთან მოვიდნენ დადგნენ და დაქუქილი ტანკები მწყემსები იქიდან ხალხი რეკავდა მე მირეკავდა იქიდან და იდგა რომ მეუბნებოდა იმიტომ დვალეთში იქით აქეთ ხე 2 წელიწად ნახევარი სახელმწიფო მინისტრი ვიყავი 100 ჯერ ვიყავი ნამყოფი იქა და ამიტომ ბევრს ჰქონდა ჩემი ტელეფონი რომ აგერთ განანო დაქუქილი ტანკებით როკის გვირაბთან რას ელოდებოდნენ ხო არის გასაგებია ნიშანს რომელიც მიშა სააკაშვილის და ბიძამის თემურ ალასანიას უნდა გაეგზავნათ იმისთვის რომ შემოდით და შემოვიდნენ ეს ნიშანი 7 აგვისტოს 11 საათზე და 40 წუთზე მიშა სააკაშვილმა გაუგზავნა ხრულიოვს და პუტინს რომ აი აგერ გავხსენით ცეცხლი და შემდეგ დილას უკვე მაშინ როდესაც მთელი მსოფლიოს წინაშე გაეროს, ეუთოს, ევროკავშირის დამკვირვებლებს იმათ ამათ ჰქონდათ ოქმები, რომ აი იქიდან ატყდა სროლა, აქიდან ატყდა სროლა, ესა. ეს ხელთ ჰქონდათ რუსებს, რომ გაეროში, ეუთოში და ევროკავშირში ეთქვათ, რომ აი ნახეთ და ამის კადრები არსებობს. როდესაც ესა იყო ოლიმპიადის გახსნის დღე ტოკიოში, ჩინეთში. საერთოდ ისტორიულად ცნობილია, რომ ოლიმპიადის გახსნის დროს ომები ჩერდებოდა. ამან ოლიმპიადის გახსნის დღეს დაიწყო, მიცა საბაბი. ხო? და იქ არის კადრი, როდესაც პუტინი და ბუში ერთად მოდიან და პუტინი თუ მე იქიდან ახლა ეგეთი რამეები არ მიუტრალდა და უთხრა ნახე რა ქნაო. სააკაშვილო. ხო, და ყველაზე მაგარი იყო, რომ შენს თანამდებობაზე დანიშნული კაცი, როგორც აგერ ყურაშვილისგან გავიგეთ, ერთხელ არის სამი ანთაძე, ბაქრაძე და ეს იაკობაშვილი. სამი მინისტრი, ჩემს მერე, რომელიც გამოიცვალა, ერთად იყვნენ ნახევარჯერ ცხინვალში. ხო, აბა. და მე ვიყავი 100 ჯერ მეჯ, აღარ ვაპარაკე. ხო, როცა შერიგების, როცა კონფლიქტების მოგვარების დარგში ხარ სახელმწიფო მინისტრი და კონფლიქტის რეგიონში არ ჩარდიხარ აი ფეხებზე ეკიდათ. მოდი პირდაპირ ვთქვათ რა. ეს იყო გეგმა და ამ გეგმას ახლა ჩემზე მეტად კომპეტენტური ხალხი ამ საკითხში გამოიკლევს და ეს რაღაცები როგორც არის იქ ჩასვლა, იქ მოსახლეობაზე ზრუნვა ხელს უშლიდათ. უბრალოდ არ იყო არა, ხელს კი არ უშლიდა, მაგათ ჭირდებოდა სვერპლი. სვერპლიც ჭირდებოდა. ეს ლომაიამ პირდაპირ თქვა, არ დამალა. ის ჩვენი საწყალი ბიჭები ის თავგანწირული თავგანწირული ვინც იქ მზეზში დღეები, ასე ვთქვათ, არც კი გამოსვენებაც კი არ, იმიტომ რომ ეს უნდათ აქ ლაპარაკობდნენ ეს ლომაიას პირდაპირ იძახდნენ, იყო ნიქა რომ სოფლიომ ნახოს გენოციდი როგორი იქ მიმდინარეობს. გეგონება სოფლიო ბრმაა დაყრუ და შენახარ ერთადერთი ვინც სოფლიომ ყველაფერი კარგად ეს ყველაფერი იყო ჩაწერილი, დაფიქსირებული. კი, რეზოლუცია უნდა აფარო, მაგრამ აიცი რა არის აი ზოგიერთ იდიოტზე, უბრალოდ აი თავზე რაღაცას უშვებოდნენ და წვიმა მოდისო. ხო არის ესეთი ცნობილი? არა, ეს სექტაა, ეს იდიოტებია. სექტა, შენ როცა ეუბნები რომ აგერ რეზოლუცია ხელი მოაწერეს. აი დღეს აგერ წერია. მე ამდენი ხანია საერთოდ არ შევხედრი. პირველად ღია კონტაქტი მქონდა ამ ოლეოლა აი რა საცუდებებთან. ეს არის აბსოლუტურად გონება დაკარგული, ღირსება, ძილობა, დუჟმომდგარი თვალება დამდნენ რას უყურა ამ ჩემ თვალებმა 19-20 წლის ბიჭები ვითომ ახლა შეტევა მოიტანეს ჩემზე და მე ვუთხარი რომ ბიჭო მე მეუბნები შენ ის არა ხარ ბიჭო მე ვუთხარი მე გავუშვით რა ბაბუა შენი სტოლაკაცი ვარ მეთქი და ესე რატომ ელაპარაკე აი ნახე აი ბიჭო მიყვირის ნახე
ნახე. შენ არ იყავიო? ხო, რატომ გასაგები. ელაპარაკები მეთქი ესე? და შენ არ იყავიო აფხაზეთში და მე უთხარი ტყვანის ჩვენში და ეგერ ხო ნახე, ხო? კი. ეგ არის რა. და თითი აჩვენე. მონა იქიდან. ეს მართლა მონები ბიჭო. ეს თან ვისი მონები? ნანუკა ჟორჟოლიანი. გასაგებია. მიშა სააკაშვილის. ბადლოთ. წარმოიდგინე ეს გონება და ეს საცუდა ეს რა დღეში ჩააგდეს ეს ხალხი. მარტო მაგიტომ არიან დასასჯელები. რომ აი ეს ახალგაზრდობა ამ მდგომარეობამდე მიიყვანეს. როდესაც გონება და თვალებ დაბნელებული, დუჟ მომდგარი 20-19 წლის ბიჭი ჩემი ასაკის კაცს მონას ეძახის. არა, მონას არ ეძახის. რაღაცა სიცის რაც თვითონ რაც გავგეს, შენ არ იყავიო? ლურსნები რო ჩაიტანე აფხაზეთშიო და ეხა გამეცინა რა, მე შევხედე და მივხვდი რო არის. გოგა, რა ვრალდება არ უთქვამთ შენ. ხო, ა ლურსნთან ვერ გავიგე, რა ლურსნები, ლის ლურსნები, მაგრამ ამაში არ არის საქმე, იმაში უნდა და ყელში მწლომო და იქიდან მეორე წამოხტარა, მაგრამ ეს ეხა მე იცი არის საზღვარი რა, რომლის წითელი ხაზი, რომელზეც გინდა ახალგაზრდა იყოს, გინდა რომელსაც ვერ გადააბიჯებს რა ურთიერთობაში, იმიტომ რომ ეხა მაგას უნდა ეს ჩემთვის მაგისგან მე შეურაცხყოფას ვერ მივიღებ, იმიტომ რომ ეხლა ეს არა, ლურსნები იყო. მაგრამ არის საკითხი, რომელსაც უფლებას არ მივცემ, ვინც არ უნდა იყოს. როგორც კი შენ უნდა გენახა როგორ გაიყინა ორივე, როცა მიიღეს პასუხი. კი ბატონო. ხო, ნუ კარგი, გოგა, ჩვენ მართალია არ მეკადრება ამასაკში რა, მაგრამ ნუ აქვს ყველაფერს საზღვარი. გვაქვს ჩვენი ნერვები. მოკლედ, მეგობრებო, ჩვენ წინ ძალიან დიდი საინტერესო და პროდუქტიული ნიურნბერგის პროცესი. პროდუქტიული სხდომები გველის, მეგობრებო. შალვარ, ნიურნბერგის პროცესი. ნიურნბერგის პროცესმა, შიდა პროცესმა არა გადაარჩინა გერმანია. იმიტომ დადგა გერმანია ფეხზე, რომ იმის ძალა ნახა გერმანელმა ხალხმა, რომ თვალებში ჩაეხედათ ოსვენციმებისთვის, იმეებისთვის, ამეებისთვის და მიიღოთ ეს. და ჩვენ წინ გვაქვს ეს ძალიან ბევრი საინტერესო, უსაინტერესო ეს სხდომა და შედეგიც დარწმუნებული ვარ ძალიან მალე იქნება ისეთი, როგორც მამუკამდენაძემ თქვა, ჩვენი ყველას გულის გასახარად. დიდი მადლობა მეგობრებო, ჩვენ ერთმანეთს მომავალ პარასკევს შევხვდებით. აი ხარ.